მიხეილ სააკაშვილი დღესაც საშიშია. არათუ მაშინ მაქვს განცდა, რომ წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი. ეს განცხადება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიხეილ ქარელმა გააკეთა. ის 2004-2007 წლებში შიდა ქართლში გუბერნატორი იყო. კომისიის თემა სწორედ ომს და ომამდე პერიოდს ეხება. ქარელმა კითხვებს დისტანციურად უპასუხა. ის საფრანგეთში კლინიკაში იმყოფება, როგორც თავად განმარტა პატიმრობის შემდეგ სამედიცინო პროცედურები სჭირდება. დეპუტატების კითხვები ეხებოდა მის დაპატიმრებასაც. ეგეც ბაზრობა როგორც ასეთი რა თქმა უნდა ძალიან როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები ქონდა თავისთავად უარყოფითი მხარე გახდათ ის რომ ნამდვილად გარკვეული კრიმინალური ასე ვთქვათ პირებისთვის კრიმინალურ სამყაროში მყოფ პირებისთვის რაღაც თავშესაფარის ფუნქციას დასრულებდა, სადაც იყო ნამდვილად ნარკოტიკებით, იარაღით ვაჭრობა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულები გატაცებული მანქანების ვაჭრობა და ასე შემდეგ. იყო შემთხვევა, როცა გააცებული ადამიანების ბავშვების ფაქტების დადასტურდა, თუმცა რა თქმა უნდა დადებითი მხარეები ქონდა ის, რომ ორ შორის მართლაც გარკვეული თბილი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, თუმცა ეს ყველაფერი მე როგორც საფრის გუშტი ისე გასკდა, არანაირი ფაქტიურად ეს ღონისძიება აღარ განხორციელებულა და ძალიან ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად მთლიანად დახურვის და გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს გახლდათ 2004 წლის გაზაფხულის შეიძლება ეს იყო მარტის თვე. ეს იყო მარტის თვეს და მარტის თვეში ჩვენ ფაქტიურად მუშაობდით რომ ალტერნატიული ასე ვთქვათ გზები მოგვეძებნა ამისი ჩვენ გარკვეული რაღაცა შეთავაზებებიც გავაკეთეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად რადგან ჩვენ ახლა ადგილობრივ ხელისუფლებას რა ბერკეტები უნდა ქონოდა კრიმინალებთან ბრძოლის და შესაბამისად მე ამ პერიოდის განმავლობაში იყო აბსოლუტურად დუმილი არანაირი ამ თემაზე ჩვენ აღარ გვიმსჯელია და სადაც აპრილის თვეში თუ არ ვწდები ბოდის მოვიხდი სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა უკვე პირადად მე მითხრა რომ უნდა დაიხუროს უნდა საერთოდ გაუქმდეს საერთოდ ეგრეთ ბაზრობის გახსენება აღარ უნდა და ასე შემდეგ მისი ჩვეული ასე თქვა რიტორიკით ის რაც 2008 წელს მოხდა სრულიად შესაძლებელი იყო რომ უკვე მომდარიყო გასწრებით აწევდა 2004 წელს რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბატონ ზურაბ-ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ 2004 წლის რომელი პერიოდია, როცა ზურაბ-ჟვანიამ ეს ააცილა ქვეყანას თავიდან? ეს არის აგვისტოს თვე. აგვისტოს თვე. და ელიტაში, პოლიტიკურ ელიტას ახსენებთ და გვარები რომ ჩამოგვითვალოთ, ვის გულისხმობთ? ეს არის მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, ატეიშვილი. ცირითადად ეს 4 ადამიანი იხებდა ასეთ ტიპის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს იღებდნენ აბსოლუტურად გაუგაზრებლად ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეიძლებოდა რომ ასეთი უბედურობით დამთავრებიყო. მე ვიყავი დარწმუნებული, რომ სააკაშვილი თავისი მოღვაწეობის პერიოდში ანალოგიურ შეცდომას კიდევ დაუშვებდა. ეს შეცდომა არ არის მართალია, ფილაც ნათქვამია. ამ დანაშაულს აუცილებლად ჩაიდინა და მართლაც 2008-ში მან ანალოგიური, ასე ვთქვათ, ანალოგიური ასე ვთქვათ ნაბიჯები გადადგა. თქვენ ბრძანეთ რომ სააკაშვილი როგორც პრეზიდენტი გიქმნიდათ განცდას რომ ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენა გადაწყვეტილი საკითხი იყო და ეს ფაქტიურად ორი ქვეყანა ახსენეთ თქვენ ანუ რუსეთსა და საქართველოს შორის იყო გადაწყვეტილი საკითხი ესეთ განცდას ქმნიდა მის კონკრეტულად ხო არ უთქვამს რამე ხო მან თქვა ძალიან ეს სამი სიტყვა ძალიან კარგად გახსოვს რომ ამერიკელები მისედავენ რუსებს მის კაბინეტში ნამდვილად მჯეროდა თავიდან ყველაფერი რა თქმა უნდა თუმცა გულწრფელად გეტყვით როდესაც მე ის ვნახე პირველად აფექტურ მდგომარეობაში გულწრფელად გეტყვით მე ძალიან დიდი შიში გამიჩნდა რომ ერთჩვენიერ დღეს დიდ უბედურობას მოუტანდა როგორც ხალხს ისე ქვეყანას მათ შორის მეც ჩემს ოჯახსაც რომელიც შეიძლება ითქვას რომ მთლიანად გაგვაპარტახარო იტყვიან მთელი ოჯახი გაგვანადგურა სრულიად მნიშვნელობით ისეთი ავანტიურა რომელიც 2004-ში მან ასე ვთქვათ ჯარების შეყვანით შიდა ქართლში ასე ვთქვათ ჩვენს რაიონში მოახერხა ესეთი ავანტიურა მან
დარწმუნებული ვარ, არაერთი არ გააკეთა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი. 2004 წლამდე, აი მივლის-აგვისტოს მოვლენებამდე კარგად გვახსოვს ყველას, ცხინვალში ჩავდიოდით თავისუფლად. ვითარების დაძაბვა დაიწყო, მე რაც მახსოვს ვიხსენებდა თქვენგანაც დასტური მჭირდება ან უარყოფა. დაიწყო ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული შტურმი, ეს იყო სწორედ თქვენს მიერ ნახსენები აჭარის მოვლენების შემდეგ. თქვენ აი შეგიძლიათ უფრო მეტი დეტალი გაიხსენოთ. ეს იყო სააკაშვილის, ასე ვთქვათ, ეგრეთ, საჩუქარი, ასე ვთქვათ, ბანერი გაკეთდა, მანქანებზე დამონტაჟდა და ასე შეგვქონდა როგორც სასურსათო პროდუქტი, ასე. იყო ცალკეული რაღაცა მომენტები, როდესაც მიიღეს ეს საჩუქარი. თუმცა უმრავლესობა მაინც შემდეგ უკვე ადმინისტრაციამ იქ ადგილობრივმა ეწოდებულმა ადმინისტრაციამ რო გაიგო ამ შესახებ, უკვე ხელი შეგვიშალეს ამ პროექტის, ასე ვთქვათ, განხორციელებაში. ეს მიიღეს როგორც, ასე ვთქვათ, პროვოკაციაც ისევ ჩათვალეს, მაშინ სწორად გახსოვთ თქვენ, რომ ჩაიკეტა გზები, თუმცა აი ამ მიმართულებით ცოტა შორის ბატონი გოგა ხაინდრავა ძალიან აქტიურად მუშაობდა და სულ ცდილობდა, რომ შეგვენარჩუნებინა რაღაც ეს მშვიდობიანი რაღაცა ნათელი წერტილი, რომ აი ამ წერტილის გარშემო გვემუშავა და მუდმივად ცდილობდა. თუმცა ბატონ გოგა ხაინდრავასაც ხელს უშლიდნენ, იმიტომ ის, ასე ვთქვათ, ზურაბ ჟვანიას კადრად ითვლებოდა და ასე ვთქვათ, მისი წარმატებას აღიქვავდნენ ბატონ ზურაბ ჟვანიას წარმატებას და მასაც კი ხელს უშლიდნენ ხოლმე მუშაობაში. იმის განცდა მაქვს და ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავ. თქვენ ახსენეთ ზურაბ ჟვანია და მისი განსხვავებული დამოკიდებულება 2004 წელს მიმდინარე მოვლენების მიმართ. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას დღემდე რაღაცნაირად ბევრ კითხვას ბადებს და შეიძლება არასწორად მახსოვს, მაგრამ რატომღაც მახსოვს, რომ თქვენ რაღაც განცხადებები გაქვთ გაკეთებული ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. რამე ინფორმაცია ხო არა გაქვთ ისეთი, რაც შეიძლება საინტერესო იყოს საზოგადოებისთვის? მე ვფიქრობ, რომ ამ გარდაცვალებასთან დაკავშირებით მხოლოდ ოქროაშვილმა და სააკაშვილმა იციან რეალურად რა მოხდა. ინტენსიურიზები წარიმართა ზოგადად ოქროაშვილის გარშემო, სააკაშვილის გარშემო, ჯერ ეს დაპირისპირება 2007 წელს, შემდეგ იმდენად რომანტიზმში გადავიდა მათი ურთიერთობა რა. დღეს ისინი ერთად, ასე ვთქვათ, მოკავშირეები არიან. ეს ყველაფერი უკვე წარსულში დიდ კითხვის ნიშანს აჩენს. ის 2007 წელს დიდი ალბათობით შესაძლებელია ურთიერთ შეთანხმებითაც წამოიწეს ეს, ასე ვთქვათ, ქვეყანაში ეს ქაოსი. 2008 წლის თებერვალში ჩვენ გვითხრესო და ეს მაინტერესებს ვინ გითხრათ, რომ კოსოვოს სიტუაციიდან გამომდინარე რუსეთი აპირებს რაღაცას სამაგიეროს გადახდას თუ რას რა გითხრეს და რა იცოდით, რას აპირებდა რუსეთი? ეს პრეზიდენტს აქვს ნათქვამი ინტერვიუში, მეც არაერთხელ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა თქვა ნათქვამი მაქვს. ეს იყო 21 თებერვალს, ბოლო შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილის და პუტინის, როდესაც მან თქვა. ეს ციტატა არის: ჩვენ ადეკვატურად თქვენ ხარჯზე ვუპასუხებთ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს თქვენი ბრალი არ არის, ეს თქვენი გეოგრაფიის ბრალი არის. შემდეგ მან დაამატა. დიახ. არაფერი კომპრომისის გამომუშავება არ შეიძლება არაფრის ხარჯზე, მათ შორის ნატოს ხარჯზე, იმიტომ რომ თქვენი ნების წინააღმდეგ, ეს ციტატა არის, შეგათრევენ ნატოში და აყენებენ რაკეტებს და დაუმიზნებენ რუსეთის ფედერაციას. ბატონი საქართველოს პრეზიდენტმა უთხრა, რომ ეს კატასტროფული გადაწყვეტილება არის, რომ საქართველო და ქართველიერი ამას ვერასოდეს ვერ გაიგებს. ეს ქალბატონო თეა არ იყო კოსოვოს თემა. ეს ყველაფერი იყო ის, რაც 2006 წელს რისი მომზადებაც რუსეთის ფედერაციამ დაიწყო თავისი პროქსი ბანდ ფორმირებების გაწვრთნით იმისათვის, რომ მოესინჯა საქართველოში ის ნაბიჯები, რომელიც შემდეგ გადაიდგა უკრაინის მიმართ და ენახა
რა იქნება ამაზე დასავლეთის რეაქცია. ესე იგი 21 თებერვალს, როგორც თქვენ ბრძანებთ, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩვენ ადეკვატურად გიპასუხებთ, ეს უბრალოდ თქვენი ადეკვატურად ვუპასუხებთ. 2008 წლის სადღაც ივნისის პერიოდში, თარიღი თქვენ გემახსოვრებათ, თითქოს და თქვენ ჩაგაქვთ რუსეთში წერილი. რა წერილი ჩაიტანეთ რუსეთში? საქართველოს დიპლომატიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ გავსულიყავით რაიმე სერიოზულ მოლაპარაკებებზე, იმიტომ რომ 21 თებერვლის შემდეგ მოვლენების განვითარების პროგნოზი ძალიან ადვილი გასაკეთებელი იყო. რაც შეეხება წერილს, ეს იყო ჩვენი ბოლო სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც შეთანხმებული იყო ჩვენ მოკავშირეებთან, რომელიც ითვალისწინებდა ერთხელ და სამუდამოდ იმის მოგვარებას, რაც ლამაზად კონფლიქტი დაარქვეს სინამდვილეში პროქსიომი იყო საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთში უპირველეს ყოვლისა. ძალიან დიდი ინტერესით მოახდინა ამაზე რეაგირება საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ სამწუხაროდ ეთყობა ზემოთ სხვანაირად გადაწყვიტეს და მესამე დღეს ეს დოკუმენტი გაზეთ კომერსანტში იყო გამოქვეყნებული, რითაც მივიღეთ სიგნალი, რომ ეს ამბავიც მორჩენილია. მე ვიცით, რომ იყო პასუხი. პასუხი არ მოსულა ქალბატონი. აქ არის პასუხი. არა, პასუხი არ მოსულა, მე მხედველობაში მაქვს სერიოზული პასუხი, თორე ეს გამოქვეყნდა პასუხი, როცა მედვედევი პასუხობს ივლისში სააკაშვილს ამ თქვენ მიერ ჩატანილ წერილზე. ეხლა სიტყვა ოკუპირებულს, რა თქმა უნდა, ის არ ხმარობს, მე ვამატებ. ტერიტორიებზე არ არის შექმნილიო ისეთი ვითარებაო, რომ პირდაპირ ერთობლივი ადმინისტრაციების შექმნით დაიწყოთო, ამას ეუბნება. ეუბნება ასევე, რომ პირველ რიგშიო მე გირჩევდითო ბატონო მიხეილო, რომ რიტორიკა შეცვალოთო, იმიტომ რომ თქვენი განცხადებებიცო ხშირადო იმ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსო აგრესიულად განაწყობსო, რჩევას აძლევს. ასევე ეუბნება, რომ ჯერჯერობით ნაადრევიაო, რომ კატეგორიულად მოითხოვოთ დევნილების დაბრუნებაო და მანამდეო ბევრი სხვა ნაბიჯი უნდა გადაიდგასო. ეუბნება, რომ ემუშავეთ გულწრფელად ეუბნება თუ ყასიდად ეუბნება, ეს წერილიდან არ ჩანს, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან რაღაცები დავასკვნათ და ვივარაუდოთ. მედვედევი პასუხობს სააკაშვილს და ეუბნება, რომ ჩვენო შევქმნათო, როგორც ეს თქვენი სურვილიაო, არა ვარ წინააღმდეგიო, ერთობლივი კომისიაო, რასაც თქვენ იმ წერილში ითხოვდით ხომ, რომელიც ჩაიტანეთ, რომ ერთობლივი კომისია შეიქმნასო და შერიგების და უშუალოდ ხალხებს შორის ურთიერთობაზე აკეთებს აქცენტს. გადამწყვეტი როლი ამ ყველაფერშიო. თქვენ გეკუთვნით ბატონო მიხეილ ნიკოლოზის ძევო. რას შეიძლება გულისხმობდეს მედვედევი? შესდგა სანქტ-პეტერბურგში შეხვედრა მიხეილ სააკაშვილს და მედვედევს შორის. მაშინ პრეზიდენტ მედვედევს შორის. და მოლაპარაკება იყო, რომ ივნისში უნდა შეხვედროდნენ ასტანაში. აი ამ წერილის შემდეგ. მედვედევმა ყველანაირად აარიდა თავი კონტაქტს, შეხვედრა არ შესდგა. მიზეზი რა იყო? მიზეზი დახურულში მოგახსენებთ. თქვენ როცა ეს წერილი ჩაიტანეთ, ბატონო გრიგოლ, ეს წერილი ვინმესთან ქვეყნის გარეთ შეთანხმდა? კი. ვისთან? დახურულში გეტყვით. ბრძანეთ ასეთი რამ, რომ 4 აგვისტოს მასირებული შეტევა იყო სოფელ ნულში. შემდეგ ამბობთ, რომ 7 აგვისტოსო ჩემი ხელით დავწერე განცხადებაო საგარეო საქმეთა სამინისტროსიო, სადაც ჩავწერეო, რომ რუსეთმა როკის გვირაბში შემოიყვანა ტექნიკა. შესაბამისად, მინიმუმ 4 აგვისტოდან მით უფრო 7 აგვისტოს ვინ შეგატყობინათ ამ მასირებული თავდასხმის შესახებ სოფელ ნულზე, ვინ იყო ის პირი, ალბათ სამხედრო თუ პოლიციის ძალების. და 7 აგვისტოს სად იყო რუსული ტექნიკა, საიდან იცოდით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ? თუ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა?
31 ივლისიდან მიდიოდა ქართული სოფლების პერიოდული დაბომბვა. თან იმ კალიბრის იარაღით 82 და 122 артиლერიით, რომელიც კატეგორიულად აკრძალული იყო. ინფორმაცია, როგორც მე თქვენ გითხარით, მოდიოდა რამდენიმე წყაროდან. მოკავშირეები, დაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო, როდესაც დავხურავთ სხდომას, მე თქვენ ორ დოკუმენტს მოგცემთ ინგლისურად და აგიხსნით საიდან რა ვიცოდი. რაც შეეხება გაფრთხილებას, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო. როგორც თქვენ გესმით, რამდენჯერმე ეს საკითხი მე უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, რომ ამას მივხედავთ. როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგყავს მოსახლეობა. მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს გიორგი გაბუნიასთან, რომ მე რუსეთს შეუთვალე, მე ვარს ვამბობ ნატოზე, თუ კი რაღაცა დავლაგდებით. იყო თუ არა ასეთი შეტყვა? ხო, სტრატეგიული ობიექტების გადმოცემაზე იყო ლაპარაკი აეროპორტებზე. რატომ მოხდა, რომ არგუმენტები ვერ იქნა წარდგენილი? არც ერთ საუბარში პრეზიდენტ სააკაშვილს ფიქრადაც არ გაუვლია ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილზე უარის თქმა. თეორიულად შეიძლება სატელეფონო საუბარში ეკითხა. რაც შეეხება სამართლებრივ პროცესებს, ყველა მასალა, რომელიც გამოთხოვილი იყო სხვა უწყებებიდან, ჩვენ დავაგზავნეთ. შემდეგ ალბათ მაშინდელ პირველ პირებს უნდა გითხოთ პროფილური სამინისტროების. 4 აგვისტოა, სადაც თქვენ ამბობთ, რომ კოკოიცის თვითშემოქმედება არისო პროვოკაციაო? ნათქვამი იყო მხოლოდ იმიტომ, რას გულისხმობდით, რა თვითშემოქმედება იმას, რომ იქნებ რამენაირად თავიდან ავიცილოთ ომი და არ შევიდეთ საომარ რიტორიკაში. სიშლეგეა თუ მიღებული დავალებები თქვენი აზრით, რომ შეასრულეთ და მიზანმიმართულად დაშალეთ ქვეყანა და ჩააბარეთ ტერიტორიები რუსეთს. კამუფლაჟი აცვია, ფორმა აცვია სამხედრო. ყველამ ჩემსავით უნდა ჩაიცვას სამხედრო ფორმა და იბრძოლოს. რომ ჩვენ შვილები იმისთვის ყავს, რომ იქ იომონ. იყო თუ არა სიგიჟე, რასაც ეს ადამიანი აკეთებდა ამდენი წლის განმავლობაში. და ამის მსხვერპლი აღმოჩნდა ქართული ჯარი, ამის მსხვერპლი აღმოჩნდა მოსახლეობა, რომელიც მახეში გაება და დახვრიტეს და არც გამოიყვანეს. არ ვიცი რითი იყო განპირობებული პრეზიდენტის ეს ინტერვიუები ან განცხადებები, აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ვიღაცას და მე ვიცი თქვენ, რასაც მეკითხებით, დასავლეთიდან ჩვენთვის ეთქვათ. რაღაც სამხედრო ავანტიურაში ჩაებით და ტერმინებში ვერ დაგეთახმებით ქარბატონოთეა სიგიჟე და სიშლეგე ნამდვილად არ ახასიათებთ. ემოციურობა შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ჯერ პროქსი, შემდეგ კი პირდაპირი ომი არ შეწყვეტილა 1990-იანი წლიდან და ეს განპირობებული იყო რუსეთის ფედერაციის იმპერიალისტური ინტერესებით.